აბა როგორ ხართ? ორი დღით მოწყდები კაცი ამ საგიჟეთს, გონია რომ სამყარო დამშვიდდა და უცებ ბამ, ინტერნეტი აფეთქებულია. სათაურები ყველგან ერთსა და იმავეს ყვირიან. ისლამ მახაჩევი მზადაა, ისლამი ილია თოფურიას ითხოვს. აი თითქოს ის დაუსრულებელი სერიალი, შარშან რომ ყელში ამოგვივიდა, ახალი სეზონით დაბრუნდაო. გახსოვთ რამდენი ვისაუბრეთ ამაზე? რამდენი ვიმკითხავეთ მოხდებოდა თუ არა ეს ბრძოლა? და აი ახლა, როცა თეთრი სახლის გრანდიოზული შოუ კარს მოგვადგა, მახაჩევი აცხადებს, თუ ფანებს უნდათ, თუ UFC-ს უნდათ, მე მზად ვარ. ხალხო, დაუკვირდით როგორ იცლება დრო და პრიორიტეტები. სად იყო ისლამი 2025 წლის დასაწყისში და სად არის ახლა? მაშინ ის და მისი გუნდი, ის დაუმარცხებელი ხაბიბის სასტავი, ილიას საერთოდ არ წყალობდნენ, ზემოდან უყურებდნენ, თითქოს ვიღაც პატარა ბიჭი ყოფილიყოს. ჯერ ვინმე ტოპ მებრძოლს მოუგოსო, ჯერ დაიმსახუროსო, ასე იძახდნენ. აბა რა ეგონათ? ილია ისეთი კაცია, რომ თუ მიზანს დაისახავს, ყლდეს გაჰკვეთს. და აი დღეს, როცა თოფურია ჩემპიონია, როცა მან ის გააკეთა, რაც ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მახაჩევის ტონით შეიცვალა. ახლა უკვე ილიას სახელი ოქროთ ფასობს და ეს ბრძოლა ორივესთვის უზომოდ მომგებიანია. მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ, აქ მარტო სპორტი არ არის, აქ დიდი ფული და დიდი პოლიტიკა ურევია. წარმოიდგინეთ, თეთრი სახლის ტურნირზე, სადაც შეიძლება სულ 6-7 ბრძოლა ჩატარდეს, ხომ უნდა იყოს რაღაც ისეთი, რის გამოც ხალხი გაგიჟდება. იქ უბრალო ბრძოლებს არავინ ჩაატარებს. იქ სჭირდებათ სუპერ ბრძოლები, ისტორიული დაპირისპირებები. და აი, აქ შემოდის თამაშში მახაჩევი. თუმცა, ერთი კითხვა მიტრიალებს თავში. ისლამს ხომ საერთოდ არ უნდოდა ისევ მსუბუქ წონაში ჩამოსვლა. ამბობდა სხეულისთვის დიდი წამებაო. ნუ თუ მზადაა 70 კილოგრამზე კიდევ ერთხელ გაიწიოს. თუ ილიას თავისთან, ქვესაშუალო წონაში ეპატიჟება. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ისლამი ყოველთვის ამბობდა, რომ რეიტინგებს პატივს სცემს. მაგრამ თუ ეს ბრძოლა ჩაიხაზა, ეს ნიშნავს, რომ რეიტინგებიც და ყველა პრეტენდენტიც ფეხზე ჰკიდიათ. მსუბუქ წონაში ჯასტინ გეიჯი დგას თავისი დროებითი ქამრით, როგორც ნამდვილი ამერიკელი გმირი, იდეალური კანდიდატი ვაშინგტონისთვის. ილია კი, ჩვენი სიამაყე, ქართველი კაცი, რომელმაც ესპანეთიც დაიპყრო, თითქოს ამ ამერიკულ სცენარში არ ჯდება, მაგრამ მისი ქარიზმა იმდენად დიდია, რომ გვერდს ვერ აუვლიან. კითხვები ბევრია. რატომ ახლა? რატომ შეიცვალა ისლამის გუნდის აზრი? ადრე ხომ ამბობდნენ, ასეთ უცნაურ შოუებში მონაწილეობას არ მივიღებთო. იქნებ ეს უბრალოდ ჰაერზე ნასროლი სიტყვები, თუ მართლა რაღაც დიდი იხარშება კულისებში. ილია ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, UFC-ს საიდუმლო გეგმები აქვსო. და იქნებ ეს გეგმა სწორედ ის არის, რომ ილიამ მესამე ქამარზე გაიწიოს. მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ? გინდათ იხილოთ ეს ბრძოლა? თუ ფიქრობთ, რომ ისევ არმან წარუკიანს ან სხვა ბიჯებს ართმევენ შანსს? დაწერეთ კომენტარებში, მე ყველას წავიკითხავ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი თარობი კიდევ ბევრ ამას ინახავს. მოდით ახლა ყველაზე მთავარზე ვისაუბროთ. რატომ მაინც და მაინც ახლა და რატომ ამხელა აჟიოტაჟი? იცით რა ხდება? როცა UFC-ს დონის ორგანიზაცია თეთრ სახლში შოუს გეგმავს, იქ ჩვეულებრივი მებრძოლები ვერ მოხდებიან. იქ ჭირდებათ ვარსკვლავები, რომელთა სახელიც ოკეანის გაღმაც ისმის და აქეთაც, ჩვენს მთებშიც. აქ ერთი საინტერესო მომენტია. გახსოვთ, როგორ გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთის წარმომადგენელს ვაშინგტონში არავინ შეუშვებდა. ამბობდნენ, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო ისლამ მახაჩევს ან პიოტრიანს იქ გზა ჩაკეტილი აქვთო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ბლეფი და ჩვეულებრივი ჭორი გამოდგა. თუ ისლამმა პირი მოაღო და თქვა, მზად ვარო, ესე იგი მისმა გუნდმა უკვე იცის, რომ ვიზის პრობლემა არ იქნება. მაგრამ აქ ჩნდება მეორე კითხვა, რომელიც მე პირადად მოსვენებას არ მაძლევს. ძმებო, რეიტინგებს რა უყოთ? წარმოიდგინეთ არმან წარუკიანის სახე, როცა ამ ამბებს კითხულობს. კაცი სისხლს და ოფლს ღურის, თავის შანსს ელოდება და უცებ ჰორიზონტზე ისევ ილიასა და ისლამის სუპერ ბრძოლა ჩნდება. ეს ხომ ნიშნავს, რომ მთელი დივიზიონი ისევ უნდა გაიყინოს. იგივე ხდება ქვესაშუალო წონაშიც. იქ მაიკელ მორალესი და იან გარი რიგში დგანან. კამარო უსმანიც სადღაც იქვე ტრიალებს, მაგრამ უცებ ბახ, გვეკაიფებიან და ყველას გვერდზე სწევენ. ილია თოფურიამ ხომ თქვა, UFC-ს რაღაც საიდუმლო გეგმა აქვსო. მგონი ეს გეგმა სწორედ ის არის, რომ ილია გახდეს ისტორიაში პირველი 3 წონის ჩემპიონი, ან მინიმუმ 2 წონის ერთდროული მბრძანებელი. ილია ხომ ისეთი ტიპია, პირდაპირ ამბობს, მე აქ ისტორიის დასაწერად მოვედი და არა უბრალოდ ჩხუბისთვისო. და როცა ისლამი, რომელიც მანამდე საერთოდ არ აგდებდა ილიას არაფრად, ახლა ამბობს, რომ ფანებს თუ უნდათ ვიჩხუბებო.
ეს იმას ნიშნავს, რომ მან საფრთხე დაინახა, ან პირიქით, დაინახა უდიდესი ფული, რომელსაც ეს ბრძოლა მოიტანს. მოდით ცოტა რეალურად შევხედოთ. წონა. ისლამს 18 კილოგრამამდე ჩამოსვლა აღარ უნდა. ილია კი ამბობს, რომ 77 კილოგრამზეც თავისუფლად იჩხუბებს. ლოკაცია. ვაშინგტონი. თეთრი სახლის წინ. ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ ლეგენდები დგამენ ფეხს. რისკი. ორივე მებრძოლისთვის ეს არის ყველაფერი ან არაფერი. თქვენ გესმით რა დონის დაძაბულობაა? მე ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ არის ეს ყველაფერი უბრალოდ ჰაიპი, რომ შოუს რეკლამა გაუკეთონ. მაგრამ ილიას თვალებში რომ ჩახედავ, იქ ხუმრობას ვერ ნახავ. ის კაცი თავის სიტყვაზე პასუხს აგებს და ისლამიც როგორი აკადემიურიც არ უნდა იყოს, ხდება რომ ილიასთან ბრძოლა მისი მემკვიდრეობისთვის ლეგასი ყველაზე დიდი გამოცდა იქნება. ერთი რამ მაინტერესებს, თქვენი აზრით თუ ეს ბრძოლა შედგა, რა წონაში უნდა მოხდეს? უნდა აწამონ ისლამი და ჩამოიყვანონ 70 კილოზე, თუ ილიამ უნდა აწიოს წონა და დიდ ბიჭებში გაიგულაოს. ეს ხომ მთლიანად ცვლის ბრძოლის სურათს. ილია პატარაა, მაგრამ ისეთი მძიმე ხელი აქვს, 80 კილოგრამიან კაცაც დააძინებს. ხალხნო, ლაიკის დაწერა არ დაგავიწყდეთ. თქვენი აქტიურობა მაძლევს ენერგიას, რომ ასე დაწვრილებით გირჩიოთ ეს ამბები. და კომენტარებში ისიც მომწერეთ, ჯასტინ გეიჯი სად მიდის ამ დროს. კაცი დროებითი ჩემპიონია და ისე აიგნორებენ, თითქოს საერთოდ არ არსებობდეს. ეს სამართლიანია? მეგობრებო, მოდით თვალებში ჩავხედოთ რეალობას. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მოწმენი იმისა, რასაც MMA-ის სამყარო 10 წლეულების განმავლობაში ელოდა. ისლამი და ილია ეს არ არის უბრალოდ ორი ჩემპიონის ჩხუბი. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახება. ერთ მხარესაა დაღესტნური მანქანა, დისციპლინა და კონტროლი. მეორე მხარეს კი ჩვენი ილია, თავისი ქართული ხასიათით, ევროპული სკოლით და ისეთი თავდაჯერებულობით კედლებს რომ ანგრევს. დაუკვირდით რა ხდება. ისლამი ამბობს, რომ თუ ფანები ითხოვენ, ის მზადაა. ეს კოდური სიტყვებია. UFC-ში ეს ნიშნავს, რომ კონტრაქტი სადღაც მაგიდაზე უკვე დევს და მხოლოდ მელნის გაშრობას ელოდება. ყველაზე დიდი კითხვა კი ისაა, რას ნიშნავს ეს ილიასთვის? თუ თოფურია მახაჩევს მოუგებს, ის ხდება არა უბრალოდ ვარსკვლავი, არამედ სპორტის ცოცხალი ღმერთი. სამი კამარი? რატომაც არა. ილია ისეთი კაცია, რომ თუ იტყვის, მთვარეზე უნდა ვიჩხუბოო, იქაც რინგს დაახვედრებენ. მაგრამ მოდით ცოტა წყალიც აურიოთ ამ ამბავში. ხომ არ გონიათ, რომ ისლამის გუნდი აქ ცოტას ეშმაკობს? მათ იციან, რომ ილია ახლა პიკზეა. მათ იციან, რომ ეს ბრძოლა უფრო მეტ ფულს მოიტანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაპირისპირება. იქნებ სწორედ ამიტომ დაიკიდეს რეიტინგები და ყველა პრეტენდენტი. არმან წარუკიანი, მაიკლ მორალესი, ეს ბიჭები ნიჭიერები არიან, მაგრამ ილია versus ისლამი. ეს სხვა ლიგაა, ეს სხვა მასშტაბია. ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენი შვილიშვილები ისაუბრებენ. თუმცა არის ერთი მაგრამ. გახსოვთ კონორ მაკგრეგორი. მასაც უნდოდათ ყველაფერი და ერთბაშად. UFC-ს უყვარს ასეთი სცენარები, მაგრამ ხშირად ეს სპორტულ პრინციპებს კლავს. თუ ილია და ისლამი თეთრ სახლში იჩხუბებენ, რა ბედი ეწევა სხვა მებრძოლებს? ისინი უბრალოდ მაყურებლები დარჩებიან? სამართლიანობა ერთია, მაგრამ ბიზნესი მეორე. და ჩვენ ვიცით დანა ვაიტი რომელ მხარესაა. ჩემი აზრით, 2026 წელი იქნება გარდამტეხი. ჩვენ დავინახავთ, არის თუ არა ილია ის რჩეული, რომელსაც შეუძლია დაამხოს მახაჩევის იმპერია. ილიას აქვს ის, რაც სხვებს აკლიათ. მას არ ეშინია. მას საერთოდ არ აინტერესებს, ვინ უდგას წინ. როცა ოქტაგონზე შედის, იქ მხოლოდ ის და მისი მიზანია. და აი ეგ მინდა თქვენ კითხოთ, ჩემო ხალხო. წარმოიდგინეთ ბრძოლის დღე, ვაშინგტონი, ღამე, ათასობით ანთებული თვალი. ილია გამოდის გასლის დროშით. ჟრუანტელი არ გივლით? მე პირადად უკვე მზად ვარ ამ სანახაობისთვის. რა გგონიათ, ვინ გაიმარჯვება? ისლამის ცივი გათვლა თუ ილიას ცეცხლოვანი ძალა? დაწერეთ თქვენი პროგნოზები. მჯერა რომ ჩვენი ილია ყველას დაანახებს ქართულ ძალას. მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება.